უნდა დაგვავიწყდეს, ვინ მოიტანა ეს ომი ევროპაში. ეს არის ვოლოდიმირ ზელენსკის სათქმელი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტი ბერლინიდან საუბრობს იმაზე, თუ როგორ გაგრძელდა პროცესი მოლაპარაკებების. ეს არ იყო მარტივი, მაგრამ იყო პროდუქტიული. ბოლო ცნობები უკრაინის მხრიდან არის შემდეგი, რომ ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად წინსვლა აქვს, თუმცა დეტალები თუ რაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რაზე ვერ მიაღწიეს, ამ დრომდე არ ვრცელდება. უკრაინის დელეგაციის წევრმა რუსტემ უმეროვმა სულ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო ეს მოლაპარაკებები და რეალური პროგრესიც მიაღწიეს. საინტერესოა უკვე ამერიკა თუ რა პოზიციას გააშღარებს მოლაპარაკებების შესახებ. იქამდე სანამ ეს პროცესი დასრულდებოდა, მედია აქტიურად საუბრობდა თუ რა საკითხები იდგა დღის წესრიგში. ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სთხოვდა დონბასის დათმობას, შეიძლება ასე ითქვას, რაც ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით არის წითელი ხაზი, თუმცა უკრაინა მზად არის ამ მძიმე მოლაპარაკებების ფონზე, რომ ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას. ბერლინში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ გერმანიის ბიზნეს ფორუმი იყო ის ადგილი, სადაც პირველი განცხადებები გააკეთეს ზელენსკიმ და მერცმა. გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისთვის ამ რთულ გადამწყვეტ პერიოდში ომის დროს ჩვენი დაცვისა და რუსეთის დარტყმის შემდეგ აღდგენის საქმეში ნამდვილად ღირსეული მხარდაჭერაა ევროკავშირში. დღეს აქ ბერლინში ჩვენ ჩავატარეთ კონსულტაციები ამერიკელ მხარესთან. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ბერლინი დღეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გადაწყვეტილების ცენტრი. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის რთულია, მაგრამ ეს შეხვედრა იყო პროდუქტიული. დეტალებზე ბევრი ვისაუბრეთ. ჩვენი გუნდები მობილიზებულნები არიან. ყურადღება პრობლემების მოგვარებისკენ მიმართულია სერიოზულად. ჩვენ უნდა გავამყაროთ ჩვენი წინააღმდეგობის უნარი, ჩვენი გამძლეობა. ჩვენ უნდა დავარქვათ სახელი, რაც ხდება. ეს არის დანაშაულებრივი თავდასხმა ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლიდან დღემდე. ეს არის დანაშაულებრივი თავდასხმა ევროპული მშვიდობის სისტემაზე. ქალბატონებო და ბატონებო, ვინც ამაზე ჯერ კიდევ დაობთ, დააკვირდით, რა სიჩქარით აფართოვებს რუსეთი თავის ჰიბრიდულ თავდასხმებს მთელი ევროპის ტერიტორიაზე. ასევე, რამდენად დაუნდობელია რუსეთი ყოველდღიურად უკრაინაში, სამოქალაქო მოსახლეობაზე განხორციელებულ დანაშაულებებში. მოლაპარაკებები დღეს დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. მასში მონაწილეობდნენ ზელენსკი, ასევე ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და კუშნერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. ზელენსკის უკვე ცოტა ხანში, სავარაუდოდ წუთი-წუთზე ექნება შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან და მერცის კანცელარიაში შეიკრიბებიან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე იტალიის უმაღლესი პირები და ევროკომისიის წარმომადგენლები იმისთვის, რომ უკრაინას კიდევ ერთხელ გამოუცხადონ მხარდაჭერა. დღეს აქტიურად წერდა მედია იმაზე, თუ რა დათმობას ითხოვენ უკრაინისგან და დღის წესრიგში იყო არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჯერ კიდევ უცნობია რაიმე ტიპის შეთანხმება შედგა თუ არა. მაგალითად, AFP-ის ინფორმირებული წყარო აწვდიდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამერიკა ჯერ კიდევ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობებში მთავარ პირობად აყენებს დონბასის რეგიონიდან ჯარების გაყვანას და კიევი უარზეა ამ საკითხზე. პუტინს სურს ტერიტორია, ასეთი იყო კულუარებში განცხადებები ოფიციალური პირების მხრიდან და გასაოცარი აღმოჩნდა უკრაინელებისთვის ამერიკის პოზიცია. ასე ავრცელებდნენ დღეს ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები. ევროკავშირი კი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. ეს დღეს ძალიან კარგად იგრძნობოდა, მათ შორის ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებში, სადაც ამბობენ, რომ ისინი გადადგამენ ყველა ნაბიჯს, რომ რუსული გაყინული აქტივები უკრაინის მხარდაჭერას მოხმარდეს.
უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საუბარია საერთო ჯამში 210 მილიარდ ევროზე. ეს გააძლიერებს უკრაინის პოზიციას არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, არამედ მოლაპარაკებების დროსაც. ევროპამ თავად უნდა დაიკავოს ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად უკრაინაში. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიების საკითხი. ეს არის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხი. უკრაინა ეკუთვნის ევროპას, ვლადიმერ პუტინს ამ ეტაპზე მშვიდობა არ სურს. საჭიროა ზეწოლის გაძლიერება, რუსეთზე სანქციების ახალი პაკეტის მომზადება. ნატოს ხელშეკრულება ძალიან ნათელია. მეათე მუხლი ითვალისწინებს ნატოს გაფართოების შესაძლებლობას ევროპული ქვეყნების მიმართ. ეს ხელშეკრულება ძალაში რჩება, მაგრამ უკრაინა გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა მის გამოყენებას ან გადადებს თუ არა მას და ნატოს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის არის შესაფერისი მომენტი ახალი წევრების მისაღებად. ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად ჩვენი პერსპექტივიდან, ლატვიის პერსპექტივიდან მინდა ძალიან მკაფიო ვიყო. ჩვენ არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც რუსულს. ფრონტზე წინსვლა უთვალავი ადამიანის სიცოცხლის ფასად ჯდება. ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი ბედი თავად აიღოს ხელში და გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები. რუსეთს ჩამოერთმევა ევროპაში განთავსებული მისი აქტივები იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, ვიდრე ვლადიმერ პუტინის რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს და არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის. უკრაინის ლიდერის განცხადების შემდეგ, რომ მზად არის ნატოში აღარ გაწევრიანდეს მისი ქვეყანა, რუსეთში კმაყოფილება ნამდვილად იგრძნობა. მაგალითად, დიმიტრი პესკოვის ბოლო განცხადება იყო, რომ სწორედ ნატოში არ გაწევრიანების გარანტია უკრაინის მხრიდან არის მოლაპარაკებების ერთ-ერთი ქვაკუთხედი.